საინტერესო სიუჟეტის ნახვის შემდეგ პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად დავბრუნდით არნაკლებ საინტერესო თემაზე სასაუბროთ. პროფესორი ბატონ ჯონი აფაქიძე შემოგვიერთდა. მოგესალმებით ბატონ ჯონი. შევახსენოთ ტელემაყურებელს, რომ თქვენ ცოტა ხნის წინ გზანდებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად ვაშინგტონში, სადაც გაიმართა თურქულ-ამერიკული ალიანსის ბიზნეს ფორუმი. ხო არ ვწდები? თქვენც მიიღეთ ამაში აფხაზეთის უნივერსიტეტმა მონაწილეობა. აი რა მნიშვნელობის რა მნიშვნელობის იყო აი ეს შეხვედრა რომ გითხრათ და როგორც ვიცი იქ შეხვედრებიც გაიმართა და მოკლედ რა მიზანს ემსახურება ზოგადად აი ეს ვიზიტის შესახებ და გვაქვთ რომ გავშალოთ ეს თემა. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. მინდა თავიდანვე გითხრათ რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მასში მონაწილეობდა ქართული დელეგაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, ასევე მასში მონაწილეობდა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი მისი რექტორის სოლომონ პავლეაშვილის სახელით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახლავთ ილიას ჩილოღლუ, ორგანიზატორი, რო ჩვენ გამგზავრებულიყავით ამერიკის შეერთებულ შტატებში, იყო ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და არა მარტო ორგანიზატორი, არამედ დამფინანსებელიც. აი სურათებსაც ხედავთ ჩვენ. დიახ, აი სურათებიც ჩვენი შეხვედრები, ეს არის ესე იგი პირველი დღე მიღების წვეულება, სადაც აი ბატონი რომან გოცირიძე გამოდის და ბატონი ილიას ჩიოღლუ გამოდიან მისალმებით. აქ ჩვენ შევხვდით არაერთ სენატორს, მე მგონი ეს სურათები უკვე გავიდა და ძალიან საინტერესო იყო ეს თავისთავად. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა არა მარტო ბიზნეს წრეებს, არა მარტო მაშასა და მე აი ამ ბიზნეს წრეებს შევხვდით, არამედ აქ იყო სამეცნიერო წრეები კარგად წარმოდგენილი, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები იყო წარმოდგენილი, იყო ძალიან მასშტაბური და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, შეხვედრა, სადაც ჩვენ სწორედ როგორც საქართველოს დელეგაცია წავდექი და სხვადასხვა ბატონს ილიას ჩიოღლუ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ყოველთვის უგზავნა უხსოვდა ხაზს, რომ ეს არის ქართული უნივერსიტეტი, მისი უნივერსიტეტის და ის საქართველოს წარმომადგენელია და ჩვენ კი გვითხრა, რომ აი სწორედ ის მალე საქართველოს მოქალაქეობასაც კი მიიღებს და წარმოშობით ქართველია, აჭარალი ქართველია და ძალიან ეამაყება ეს. რა შეეხება შეხვედრებს, ხო, აი ამ ღონისძიების ფარგლებში, რა მნიშვნელობის იყო ეს შეხვედრები თქვა და რა თემები იქნა განხილული? ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო მაშასადამე ამ ღონისძიებაზე დაგეგმილი. ქართული დელეგაციის ნაწილი, კერძოდ სამივე უნივერსიტეტის რექტორი და სამი უნივერსიტეტის რექტორი მაშასადამე მონაწილეობდით აქტიურად ამ შეხვედრებში. პირველ რიგში ჩვენ მქონდა შეხვედრები სენატორებთან, განსაკუთრებით, ახლა გამოჩნდება ალბათ გვანახებენ, IHS კაპიტოლიუმთან ჩვენი დელეგაციის ნაწილი, ეს არის მაგალითად ჩვენ ველოდებით ესე იგი ერთ-ერთ კონგრესმენს, ეს არის მაშასადამე ჯერი მაკნერანი, ეს არის ჯერი მაკნერანთან შეხვედრა, ასახავს ეს ფოტო ამას, ეს უკვე გახლავთ ასევე ძალიან საინტერესო კონგრესმენი, წარმოშობით კორეელი, რომელსაც ყავს თანაშემწე, რომელიც საქართველოში სწავლობდა და ცხინვალეთ მუშაობდა, ეს გახლავთ ენ კირლ პატრიკი, ასევე კონგრესმენი, რომელთანაც ჩვენ ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა და მრავალი საკითხი განვიხილეთ. და ერთი სიტყვით აი ამ შეხვედრების დროს ჩვენ ვგრძნობდით საოცარ თბილ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. იქნებოდნენ ეს სენატორები თუ კონგრესმენები და ეს იყო ძალიან დიდი რაოდენობით დაიგეგმა ეს შეხვედრა სხვადასხვა სენატორთან და სხვადასხვა კონგრესმენთან. და რა თქმა უნდა, ჩემთვის პირველ რიგში საუნივერსიტეტო სივრცეზე იყო საუბარი მნიშვნელოვანი და ჩემი კოლეგებისათვის, უნივერსიტეტის რექტორებისათვის. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში კავკასიის საკითხებისა და რეგიონალური კონფლიქტების განყოფილების დირექტორთან ჰომპერს ჰაიმია, ჯონ ჰომპერს ჰაიმი და მის თანაშემწეებთან და ერთ-ერთი თანაშემწე კონკრეტულად საქართველოს საკითხებზე მუშაობს. რა თქმა უნდა, მათთვის ძალიან საინტერესო იყო აი ამ ჩვენი უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის მიღება, თუმცა მათ აქვთ რა თქმა უნდა გარკვეული ინფორმაცია ისედაც, მაგრამ მოსმენა დევნილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ, რომელიც თბილისშია განთავსებული. ამასთანავე მე მინდა აღვნიშნო
რომ შეხვედრები გაიმართა, ახლა ჩვენ ალბათ კიდევ გვაჩვენებენ, იყო შეხვედრები მაშასადამე თეთრ სახლის, აი ეს არის ჩემი გამოსვლა გალაწვეულებაზე გახლავთ, სადაც აი უამრავი ხალხის წინაშე მომიწიას საქართველოს სახელით და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით გამოსვლამ. ეს არის ჩემი კოლეგა სოლომონ პავლეაშვილი, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი. ჩვენ გამოვედით საკონფერენციო ცენტრიდან თეთრი სახლის მიღებაზე ვიმყოფებოდი. ეს არის როლანდ რეიგანის ცენტრი და სავაჭრო ცენტრი. ეს კი ქართული დელეგაცია მიმევართებით საქართველოს საელჩოში, რომელიც ვაშინგტონშია განლაგებული, გიორგი ხელაშვილმა და ქალბატონმა კუპრაძე მიგვიყვეს. გიორგი ხელაშვილი გახლავთ ელჩის მოადგილე, თვითონ ელჩი ამ დროს ბრძანდებოდა სხვაგან მივლინებით, ამიტომაც ბატონი გიორგი შეხვდა. ეს არის უნიჭიერესი კაცი. სხვა შორის მინდა აღვნიშნო, რომ საელჩოს შეიძინა ბრწყინვალე შენობა ვაშინგტონში, ეს ულამაზესი ბრწყინვალე, ძალიან მაღალი დონის და ბატონი გიორგი ხელაშვილთან ჩვენ მქონდა ძალიან დაწვრილებით განვიხილეთ აი ეს ჩვენი ვიზიტის შედეგები. იქ ვიყავით როგორც ნახეთ სოლომონ პავლეაშვილი, ილია შუაღლო, ბატონი რომან გოცილიძე, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორია და რომელიც აი ამ მისალმების კონფერენციაზე სწორედ გამოვიდა მისალმების სიტყვით და ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები. პირველ რიგში რა განვიხილეთ? აი რა კონტაქტები შეიძლება ამერიკის უნივერსიტეტთან დამყარდეს და ბატონმა გიორგიმ დაგვირდა რომ ამ საკითხში დაგვეხმარებოდა. ჩვენ უკვე გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი წინადადება, რაც კონკრეტულად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. ეს არის კონფლიქტების შესწავლის საკითხებზე მუშაობა და აქ ჩვენ ორი ძალიან კარგი პროფესორი შემოგთავაზა უკვე წერილობითაც მოგწერა ამაზე ბატონმა გიორგი ხელაშვილმა, ანუ ორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა. მართალია ჩვენ ადრეს მე ახლა პირადი კონტაქტებით მაგალითად ცინცინატის უნივერსიტეტთან დიდი ხანია არქეოლოგიის დარგში ვმუშაობ, ჩვენ ყავს ინდიანას უნივერსიტეტში ჩვენი საპატიო დოქტორი, მაგრამ ახლა ეს კონტაქტები უნდა გაღრმავდეს. ამაზეა საუბარი, რომ სტუდენტების და პროფესორას ჩაერთოს. მე ვაპირებ მომავალ კვირას სწორედ შევხვდე პროფესორებს და განსაკუთრებით აი კონფლიქტოლოგიის მიმართულებით ამერიკის უნივერსიტეტთან დაიწყოს მუშაობა და ერთის მინდა თქვა აუცილებლად ნებისმიერი თანამშრომლობა ამერიკის უნივერსიტეტებთან ალბათ კონსორციუმის სახით უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგანაც აქ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მათი ინტერესებით. როცა ვთქვათ რაღაც პროექტი ფინანსდება, იქ არის ეს სამეცნიერო, სასწავლო თუ სხვა, რა თქმა უნდა თუ რამდენიმე უნივერსიტეტი ერთიანდება საქართველოსთან და ასე თანამშრომლობს ამერიკის უნივერსიტეტთან, ეს იქნებოდა ძალიან საინტერესო და კარგი ჩვენი სტუდენტებისათვის. აი ეს საკითხები იყო მოკლედ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც სამომავლოდ იმედი გვაქვს, თქვენც გაქვთ ამის იმედი, ხო, რომ კარგ შედეგებს მოიტანს უნივერსიტეტისთვის. რა თქმა უნდა, ამაში დარწმუნებული ვარ, თავისთავად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობა ასეთ მაღალ ფორუმში, რომელშიც წარმოდგენილი არიან ასეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსები, სადაც წარმოდგენილი არიან ასეთი მაღალი რანგის მეცნიერები, რექტორები, შემდეგ აი ეს შეხვედრები, რომლებიც მე თქვენ გითხარით, აქ მე მხოლოდ ნაწილი განვახეთ ჩვენი შეხვედრებისა კონგრესმენებთან და სენატორებთან და აი ესეთი დამოკიდებულება და ასეთი თანამშრომლობის სურვილი, რა თქმა უნდა, ყველა მონაწილისთვის მოიტანს დიდ შედეგს და მათ შორის, რა თქმა უნდა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის. ვცდილობდით ჩვენი უნივერსიტეტი და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარგვედგინა ყველას და მთელი ძალისხმევა, რა თქმა უნდა, ამას მოვახმარეთ და მე მგონი კარგი შედეგების დადგება. ბატონო ჯონი, თქვენ ისაუბრეთ პროფესორებზე, რომლებთანაც სამომავლოდ გეგმავთ კავშირებს და ურთიერთობას საქმიანს. სავარაუდოდ ისინი ეწევიან ალბათ საქართველოს და წაიკითხავენ სტუდენტებისთვის ლექციებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთ დროს არის ხოლმე მაინც გაცვლითი პროგრამები, თუ იყო საუბარი, თუ შეეხო აქ სამომავლოდ სტუდენტთა სასწავლო პროგრამებით გაცვლის საკითხს. დიახ, სწორედ აი როცა ჩვენ ბატონი გიორგი ხელაშვილთან მსჯელობდით, გაცვლით პროგრამებზე იყო საუბარი და ეს გაცვლითი პროგრამები სწორედ აი ამ კონსორციუმის რამდენიმე უნივერსიტეტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. გაცვლითი პროგრამები რო დაფინანსდეს, ჩვენი პარტნიორები ამერიკაში უნდა დარწმუნდნენ, რომ ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სტუდენტებისათვის, რა თქმა უნდა ის მნიშვნელოვანი იქნება თავისთავად, მაგრამ როცა მას წარადგენს რამდენიმე უნივერსიტეტი, ამ შემთხვევაში ამ პროექტის მოპოვებისა და გამარჯვების უფრო მეტი შანსი გვაქვს.
და ბატონო ჯონი, საინტერესოა ჩვენ თქვით რომ თურქულ-ამერიკული ალიანსი, ხო ესე ჩვენი წარმომადგენლობა იყო, ალბათ სხვა ქვეყნებიდანაც იყვნენ წარმომადგენლები და აი კონკრეტულად ეს კავშირი თურქულ-ამერიკული ალიანსი აი რას გულისხმობდა და ჩვენ რატო ვიყავით იქ სტუმრის სტატუსით მიწვეული? ჩვენ ესე იგი ეს არის ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა თურქებსა და ალიანსებს შორის. თურქეთი მოვიხსენებათ არის ნატოს წევრი ქვეყანა და მისი მოქალაქეები იქ ძალიან ფართო მუშაობას ეწევიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათ აქვთ სამეცნიერო, პოლიტიკურ, ბიზნეს და სხვა წრეებთან კონტაქტები და ეს უკვე მეხუთე ფორუმი იყო, მეხუთე მაღალი რანგის ფორუმი. ჩვენ ახლა ამ მეხუთე ფორუმში ქართული დელეგაცია პირველად ჩავერთეთ. ჩვენ დასვით ჩვენ პირველად ჩავერთეთ და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ჩართვა, იმიტომ რომ საქართველოს ჩაერთო. საქართველოს სახელით ვიყავით იქ, ჩვენ ქართული უნივერსიტეტების სახელით ვიყავით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თქვენი შეკითხვა იმის თაობაზე, რომ თუ რამდენად იყვნენ სხვა ქვეყნების იქ მრავალი ქვეყანა იყო წარმოდგენილი, არა მარტო საქართველო, არა მარტო თურქეთი და ამერიკა, არამედ იქ იყო მრავალი ქვეყანა ჩართული, მრავალი სხვა ქვეყანაც და ბუნებრივია რომ აი ასეთ ატმოსფეროში, ასე ვთქვათ, საერთაშორისო გარემოში უამრავი კონტაქტის დამყარება შეიძლება. სხვადასხვა ახლა ეს რა აღსანიშნავია, მაგრამ იმდენი ესე იგი სავიზიტო ბარათები გავსვალეთ და იმდენ კონტაქტები დავამყარეთ როგორც პოლიტიკოსებთან, ისე მეცნიერებთან, ისე რექტორებთან, რომ ეს ისევ და მაგრამ რატო ვაკეთებთ ამას, რომ ისევ და ისევ ეს სასარგებლო იყოს ჩვენი უნივერსიტეტისათვის, ჩვენი ქვეყნისათვის და რა თქმა უნდა თითოეული წევრი იქნებოდა ეს მასა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცდილობდა რომ ღირსეულად წარმოეჩინა აი თავისი ქვეყანა და თავისი უნივერსიტეტი. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ დაგეშტობებით, მადლობას გადაგიხდით მომხსენებისთვის და იმისაც რომ აი ამ ვიზიტზე ვისაუბრეთ. მაყურებელს კი შევახსენებთ რომ პროფესორი ბატონი ჯონი აფაქიძე გახლდათ ჩვენი სტუდიის სტუმარი. ახლა კი სიუჟეტი უნდა შემოგთავაზოთ, კრედიტის ლიმიტი, ასე ქვია